რასაც კი ამ ვიდეოში გავაკეთებთ, ყველაფერს ერთ კუჩი ჩავალაგებთ, ერთად მოვუკრებთ ესე ვთქვათ და საუკეთესო კომენტარის ავტორს ვაჩუქებთ. ამ ვიდეოში ორი ერთნაირი სამყაროში ვართ. იმიტომ რომ გარშემო ყველაფერი ორი ერთნაირისაა. ნუ თითქმის ყველაფერი. ამ ვიდეოში კი გაჩვენებთ როგორ გააკეთოთ საახალწლო საჩუქრები თითქმის უფასოდ. ჩვენ ხომ კარგად ვიცით რომ შეუძლებელი არაფერია. შენ რას გჩუქნიდნენ ხოლმე ბავშვობაში? თოჯინებს, კარადებში მალავდით ხოლმე. მოდით ეს ისტორია ცოტა მოგვიანებით. როგორც დაგვირდით ორი ერთნაირის სამყარო გაიზარდა და კიდე უფრო მრავალფეროვანი გახდა. და ძალიან ბედნიერი ვარ ახლა ამას რომ ვამბობ, ახლა უკვე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს საიტს და შეარჩიოთ ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ. გაგვიხარდება თუ გამოგვიგზავნით ფოტოს, სადაც ჩვენს უც ქუც ან მაისურს ატარებთ და შესაძლებელია ჩვენს შემდეგ YouTube ვიდეოშიც კი მოხვდეთ. მოკლედ, დღევანდელი ვიდეოს მთავარი ინსტრუქცია კი ასეთია. სანამ საჩუქარს გააკეთებ, იფიქრე იმ ადამიანზე, ვისაც ჩუქნი და წარმოიდგინე მისი რეაქცია. ადამიანების საჩუქრის ფასს კი არ ვიმახსოვრებთ, არამედ იმ დროს, როცა ეს საჩუქარი მივიღეთ. შეიძლება ახლა ვერა, მაგრამ ამას ძალიან მალე მიხდებით. ახლა კი დავიწყოთ პირველი საჩუქრით. მადლიერების სქილა არის ყველაზე მარტივი გზა იმისთვის, რომ ვინმეს ემოცია აჩუქო. შესაბამისად, რა გიშლის ხელს, რომ ახლავე გააკეთო მადლიერების სქილა და დაურიგო შენ საყვარელ ადამიანებს. მოკლედ, ჩვენ გასწავლით როგორ და დანარჩენი შენიცი. გადავიდეთ საჩუქარზე, რომელსაც საერთოდ არაფერი თან არ სჭირდება, მაგრამ არის უსაყვარლესი, ხო? კი, ჯერ თან ეს სქილა ყველას აქვს სახში, მურაბის სქილა, თუნდაც ნუთელას, ან ყველას აქვს. შანსი არა რო არ გქონდეთ? ან მშობლები რო რაღაცეებს დებენ საცივს, მაგალითად ეგეთი ქილა უბრალოდ. საცივს. მოკლედ, აქ რაღაც დაზიანება აქვს და მე მივაკრავ ორი ერთნაირი სტიკერს. აჰა. მეორე ხარისაც მივაკრავთ, მომცი. ესე გავაფორმეთ ჩვენ სტიკერებით და ჩემი აზრით კიდევ ერთი სტიკერი მოუხდებოდა. ეხლა დაგჭირდება თოკი, რომელიც აქ იყო და საწავიდა. ეს ასე Sky Hello. ამას ეხა შემოვახვევთ ლამაზად და გავუკეთებთ ბანტს, კილას. ესე. ძალიან საყვარელია. აია რა გინდა? მოკლედ, ეხლა ამ კილაში რები ჩავდოთ ამ კილაში რა წერილები? აუ, ცოტა დაუწიე ბებო. აი ეს სტიკერს მივაკრავ ამას კიდე იმიტომ რომ ძალიან საყვარელია. ასევე პარალელურად მე გამოვჭერი აი ესეთი ფურცლები და ამ ფურცლებზე შეგიძლიათ დაწეროთ მომავალი წლის მიზნები, სურვილები, ოცნებები. ან შეგიძლიათ დაწეროთ კონკრეტულად რისი მადლიერი ხართ, რაც 2025 წელს მოხდა, ან შეგიძლიათ დაუწეროთ თოვლის ბაბუას წერილი თუ რა გინდათ. წელს შენ რას უწერ თოვლის ბაბუას? რა ვიყარ ვიცი. ჯერ. არიცი? ღმერთო, აი მე ვიცოდი ხოლმე, რა ვიცი, 3 თვით ადრე რას უწერდი. შენი აზრით საიდან შემოდის ხოლმე თოვლის ბაბუა, რომ აიღოს შენი დაწერილი წერილი? ბუხარი არ გვაქვს სახლში, სამწუხაროდ. ფანჯრიდან. ფანჯრიდან? თქვენც მოგწერეთ, საიდან მოდის თქვენი თოვლის ბაბუა და რა გინდათ რომ წელს მოგიტანოთ. ბავშვობაში არ ვიძინებდი ხოლმე, რომ დავწერდი წერილს, ეხა გამახსენდა. მე კიდე ვამბობ რომ მეთქი ნაცვლთან ტელეფონს დავდგამ და ჩავთავ კამერას და ვუყურებ როგორ მოვადგო. აი მე თანამედროვე ბავშვები რა ჭკვიანები ეგ არიან. პატარა ვეყავი თან. ეგ მე არასდროს არ მოვხდი. ერთხელ დამიდგია. ხორიცი ერთ ღამეს. უბრალო ღამეს? თუ ახალ წელს? ახალ წელს. თოვლის ბაბუას წელი დავუწერე. ნუ არ მინახი არავინ მე მგონი. ვიდეო ჩართე და კარეთო დატოვე გარეთ. რომ მოეპარათ? არა, სახლში. არ გააკეთოთ, იმიტომ რომ გარეთ ტელეფონის დატოვება არ შეიძლება. შეიძლება ვინმე მოიპაროს. აუ ვიცით რა, ვერ ხდები. სხვა ქვეყნებში თოვლის ბაბუები საჩუქრებს უდებენ ახალ წლის ნაძვის დღესთან, ოღონდ ახალ წლამდე და საქართველოში რატომ კაკუნებს თოვლის ბაბუა და მაშინ რატო დებს იმას თან? აი ეს არის გავაგზავნოთ გაფორმება თუ შეიძლება. და საჩუქრების კეთების პროცესში ვინ გაგვახსენდებოდა თუ არა ჩვენი ძვირფასი გელა. მაგრამ მართა საჩუქარი გელასადმი მეტისმეტად ბრუტალური აღმოჩნდა. ერთხელ ახალი წელი იყო და რა ქვია იმას შეკავები რო აკეთე. რაფაელო ვიყიდეთ და გვედო რა ახალი წლის სუფრაზეო და 11 იყო სადღაც ყველა გასული იყო სხვა ოთახებში. რაფაელ ძალიან მიყვარს გიჟდები და მივედი გავხსენი ავიღე ერთი დავკეტე და ჭამე და მე გელას საწოლის ქვეშ ჩავდე. ის რა ნამწიცი. კიდე დევს ალბათ. არა თუ გადავაგდე არ ვიცი. აი პოვეს მე. აქ ეხა გამარჯვებულ კომენტარს დავუწერთ წერილს და აუცილებლად მიიღებ ამ წერილს. 2026 წელს ნახეთ ხალხო რა კარტები მაქვს მე. ადრე ესენი მილიონობით მქონდა ხოლმე. ესეც ჩვენ გამარჯვებულ კომენტარს წერილი გამოვათავსებთ ამ ჩვენ ქისაში. აქ უნდა აი რა ლამაზია. ხო. ნახეთ რა ლამაზია უბრალოდ. ამისთვის რეალურად აი საერთოდ საჭირო. დაგჭირდება ბევრი ფული. და საერთოდ ეგრეა რა. ხანდახან გგონია რომ ძალიან ბევრ რაღაცას იმიტომ ვერ გავაკეთებთ რომ მაგდენი ფული არ გვაქვს, მაგრამ თუ გულით აკეთებ რაღაცას, გამოგივა მაინც. ისე ოდესმე ჭიქა თუ მიგიღიათ საჩუქრად, თარიელი ჭიქა. გონი მეს მიმიღე და თავადაც მიჩუქებ
უწევია სხვისთვის, მაგრამ ჭიქა თავისი საჩუქრებით ალბათ უკეთესია. თავი ჭიქა მგონი რავი ვის რად უნდა, ამიტომაც გავათქვიტეთ რომ ჭიქაში რაღაც პატარ-პატარა საჩუქრები მოვათავსოთ და ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ ორი ერთნაირი ჭიქას, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ჭიქა და შიგნით შადოთ პატარ-პატარა საჩუქრები. ამ შემთხვევაში მართლა ეს რა არის? თოვლის ბაბუა, რომელსაც ასევე აქ ჩავდებთ. თან შიგ არის საჩუქარი პატარა. აი ესეთი რაღაც ძალიან მაგარია, შელიბონევითაა. ასევე ჩავყრით marshmallow-ებს. აი ესე წერილსაც დავწერ. შეგვიძლია ავიღოთ ფერადი ფურცელი ან თუნდაც თეთრი ფურცელი ან რამე მოსართავი უბრალოდ ეს თიყაყალდი და ესე უნდა რამაზად ჩავდოთ. ოღონდ ახლა ეს უნდა გავჭრათ, რადგან ეს ძალიან დიდია. ჩემი აზრით ძალიან ლამაზი და საინტერესო გამოვა. ესე და ესე ჩავდოთ რა. ეს ძალიან ლამაზადაა ამოწეული. ჯერ ჩავდოთ marshmallow, ესე ავიღოთ ეს და ჩავდოთ აი ესე კარგად. ესეც აი აქ ესე ლამაზად უნდა ჩავდოთ. საყვარელი. ამ შეფუთვა არ უნდა მანანა. ესე არიან ლამაზია და ჩვენი ესეთი სტიკერი გამოვიდა. საჩვენებო რომ დავამატოთ. აი ესეთი გამოვიდა. აქ შემდეგ დავწერთ წერილს და აი ესე წერილსაც აი აქ ლამაზად ჩავდოთ. მართლა კაია. ეხლა წერილი დავწეროთ. პირველსო ახალ წელს და რაღაცები დავწერთ. ესეც წერილი უკმო. და ესეთი რაღაც. აგვიწერეთ კომენტარებში თქვენ რას გჩუქნიდნენ ბავშვობაში. თოლბობებს ჩუქნიდა ხოლმე, აი რაღაც თოჯინებს, მაშინოდა ხოლმე თოჯინებს. ან რომ იყედიდნენ მეორე დღესვე უკვე აღარ მინდებოდა, ანუ ბეზრდებოდა. არ თამაშობ. სხვათა შორის შენ ძალიან გეშინოდა თოჯინების იმ კარადებში მალავდით ხოლმე თოჯინებს რომ კარადებში არ გინდოდა მართლა შესულიყო ასე ვთქვათ, იმიტომ რომ გამოაღებდა თოჯინას რომ დაინახავდა, ეგრევე ანუ უკან მოდიოდა და სხვათა შორის ძალიან კაი შემაკავებელი რაღაც იყო თოჯინა. ბავშვობაზე ხომ ყველას რაღაც ძალიან კონკრეტული გვახსენდება. მომენტი, როცა გჯერა რომ თოვლის ბაბუა მართლა მოდის. შენი აზრით საიდან შემოდის თოვლის ბაბუა? ხანჯრიდან. ან როცა გვეგონა რომ გავიზარდეთ და აღარ მოდიოდა. სხვათა შორის ბავშვობაში უფრო მიხაროდა ხოლმე ახალი წელი ვიდრე ახლა. რატო? აღარ გინდა ხა ახალი წელი? გონი თუდად ვიქცეოდი და თოვლის ბაბუა აღარ მოდის. მე კარგად რო იცეოდი მოდის. შენ რა იცი? მოვა, სულ მოდის. ახლა კი ვფიქრობთ, რა გავაკეთეთ კარგად. ან ვისთვის ვიყავით კარგები. რამდენად ლამაზია თქვენ თვითონ შეაფასეთ. შენ მოგეწონებოდა ეხლა ეს რომ მომეტანა და შენთვის საჩუქარი ისეთი გამეკეთებინა? კი, იმიტომ რომ თან არის ჭიქა, ჭიქას გამოიყენებ. საერთოდ მარტო ჭიქასაც ჩუქნი აღავს? არის კბილეულით, შელიბონებით რაღაცებით და ჩემს და საინტერესო. და წერილიც. სახალხო საჩუქარი. ვიდეოს ბოლოს მისალოც ბარათს დავამზადებთ. ამაზე კი ჩვენი ბავშვობა მახსენდება. იყო დრო, როცა ბავშვები ერთმანეთს ბარათებს ჩუქნიდით. წერდით დიდ ტექსტებს, ხატავდით გულებს, ყვავილებს, სახლებს, ყველაფერს ვიყენებდით და გემოვნებაზე არ ვფიქრობდით. გემოვნება ფერებში საერთოდ არ მქონდა. ზოგი ტექსტი დღეს სასაციოა. ზოგი ძალიან გულწრფელი, ძალიან მიყვარხარ, მინდა იყო ყოველთვის გახარებული. მაგრამ ყველა ნამდვილია. ძალიან ბიუჯეტური, მისალოცი, ბარათი და ჩემი ფავორიტი, ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ფავორიტი და ძალიან მაგარია მართლა. არის, ეხლა გააკეთებს მართა. ჩემი ფავორიტი და მე უნდა გავაკეთო. და გჭირდება ფურცელი, რომელსაც გადავკეცავთ შუაზე. მოკლედ სტიკერებს გავაკრავ, იმიტომ რომ ძალიან ცარიელია ჩვენი მაცივარი, ხო? და გჭირდება მწვანე ფურცელი. რა დევს შენს პენალში? აი ეს. აქ სარკე აქვს, ნახეთ. კიდევ არც მე არ ვიცი შემოკარგო ამის გაკეთება. შენ ხო მითხარი რომ ვიცი გაკეთებაო? ვიცი, მაგრამ ანუ ხა ზუსტად არა ვიცი. You will get a sentimental feeling. ეხლა გამოვჭერ ეს რაღაც და იმედია გამომივიწყო, რომ ზუსტად არც მე არ ვიცი, არ გამიკეთებია. ესე გავაკეთებ ეხლა. ვაკეთებ კაცო. სოშიზმის ლაიფში ვიყავდი Roblox-ზე ძალიან ბევრმა ხალხმა დამიმატარა და მარტო 5 ადამიანის შესვლა რო შეგიძლია, ამიტომ ყველა ვერ შემოვიდა და ვაუ. და რა გაწერია Roblox? მათათუთა 22. სწორად აკეთებ შენი აზრით? რა თქმა უნდა. ნახე? მე რა დაკეთებ სწორად? აი, ესე. მერე? მე ესე წახვალ და ნაძვისხე, რავი მე. და როგორ უნდა დააწევო? იბოთი მანანა. აი ესე ვაკეთებთ, წავუსვათ უნდა აქ ყველაფერი, შემდეგ აი ესე უნდა მივაკროთ. ეს თუნდა გამოვიდეს ულამაზესი, თვითონაც პირველად აკეთებს, ესე გამოჭრა წვრილი ფურცელი, რომელიც დაკეცა და დააკრო. ერთი შედარებით გრძელი, მეორე შედარებით მოკლე, მესამე უფრო მოკლე. მეოთხეს ეხა უფრო მოკლეს გააკეთებს და შემდეგ თავში უნდა დაუსვათ ვარსკვლავი, ხო? კი. კი ბატონო. ესე იკეცება, ჩვეულებრივად არაფერი არ იკუჭება და აი ესე იხსნება.
ამას რა თქმა უნდა ეხლა აქ ბოლოს აი აქ გავუკეთებ და მე ვარსკვლავს დავახატებთ. კაიო რა. მიდი. აი ნახეთ თითოეულს როგორ აკეთებს. მე ვაკეცავ ესე, მე ვაკეცავ აქ და გამოდის ესეთი რაღაცა. ესე ვუსმევ შემდეგ წებოს. აი ხა აი მის გაკეთებას მართლა არაფერი არ სჭირდება რა, უბრალოდ დრო და სურვილი. და ნებისმიერ ადამიანს შეგიძლიათ ეს გავუკეთოთ თქვენი ხელით და შემდეგ წერილი დაუწეროთ. და ბოლოს ესე გადავკეცოთ. აქ არაფერი დაიკუჭება, უბრალოდ ზამშილებს კარგად გადაიკეცება და აი ესეთი გამოვიდა. ერთს დაბლა კიდევ დავამატებთ, რადგან კარგი გამოვიდეს უფრო. და მოვრჩით წესით, ეხლა უბრალოდ დავახატოთ ვარსკვლავი. მორჩა და დავაწერ. მე ვიცი როგორ დავაწერ. ლამაზია ესე. ხო, ანუ ესე ლამაზია უფრო. საყვარელია, მე ეგრე გავაკეთე ერთხელ, აი. ეხლა გავაფორმოთ. სანამ მართა ბოლომდე დაასრულებს და მისაუც ბარათს მე გაჩვენებთ მე და გელა როგორ ვულოცავდით ერთმანეთს და დედას და მამას სხვადასხვა დღესასწაულებში და როგორ ვაფორმებდით და მგონია რომ ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებულია. 3 მარტის არის ეს. მოკლედ ესეთი ტრადიცია გქონდა, რომ როდესაც დაბადების დღე გქონდა სკოლაში, ყველა გიკეთებდა ესეთ ქარდს რა. და ეს არის ჩემი ერთ-ერთი კლასელის, რომელიც მიოცავს და ესეთი ნახატი და აი ეს ყვავილები მაჩუქა და დიდი მადლობა მას. აი ეს დედის დღე მივოცეთ მე და გეამ დედას და მგონი აი გემოვნება ფერებში საერთოდ არ მქონდა, იმიტომ რომ ყველაფერს ვიყენებდი საერთოდ, რაც კი ხელში მომხდებოდა. მაგრამ მაინც ლამაზია. ნახეთ როგორი ორიგინალური გულია. კარგია რა. ნახეთ როგორი საჩუქარია. ეს არის 2012 წელს გაკეთებული. აქ უკვე ვარ 11 წლის და დედას მივოცე ესე 3 მარტი. მართას ხელა ვარ სხვათა შორის და ნახეთ რა ტექსტი დავწერე. შენ თუ დაწერე ეგეთ ტექსტს. მინდიება. ჩემო უმშვენიერესო და უსაყვარლესო დედიკო. მინდა მოგიოცვა ეს უმშვენიერესი დღე, ანუ სამედროოს ვამბობდი. 3 მარტი. მინდა გისურვო ბედნიერება, სიყვარული, ჯანმრთელობა და სიცოცხლის სიყვარული ცხოვრება. ანუ 11 წლის ვიყავი და სიცოცხლის სიყვარული ცხოვრება. ვუსურვო დედაჩემს რა მეტი რა გამექნა 11 წლის ბავშვს. ძალიან მიყვარხარ. მინდა იყო ყოველთვის გახარებული. მე ნახო სულ ხინში. ღმერთმა ჭირში არ გამყოფოს, კონდეს სიხარულით და სიურპრიზებით ახსავსე ცხოვრება. იყო ყოველთვის ესეთი ლამაზი და კიდევ 100 წელი გეცოცხლოს სიხარულში და სიყვარულში. ანუ ბრავო, მართლა უმაგრესი წერილია. ბრავო, ძალიან მომაყობს საკუთარი თავით. ერთი ვნახე სხვაშორის ანგელა და მანა მგონი ერთმანეთს აჯავრებდნენ, ანგელა აკოპირებდა მანას და მანა აკოპირებდა გელს. გელა ულოცავს მებოს და მანენა ულოცავს მებოს და ერთნაირადაა. ხო, გელას წერილი. ხალხო მიშველეთ. ეს რა არის ბიჭო? ეს რა ნახატია? მიოცავს 3 მარტს დედა მიყვარხარ ძალიან ჩემო საყვარელო დედა ძალიან მიყვარხარ საყვარელო დედა იცხოვრე იცი როგორ მიყვარხარ დედას. მაშინაც ერთ მისაუც ბარათს უბრალოდ დამუხეული აქვს გვერდი. ვირა დაუშავა არ ვიცი, მაგრამ დამოახია ვიღაცამ. ვაიმე. ჩემო ბავშვობის მეგობარმა მაჩუქა ეს და წერია მანანას მერისგან. ესე ხო დამიხატა და აი ესე რატო დამიწერა? ვერიკო ძალიან გთხოვ კომენტარებში გაგვეცი პასუხი, რატომ დამიხატე ესე და აი ესე რატო დაწერე? მანანას მერისგან, ჯერა სახელებია დედა. ახალგაზრდული ისინი და არ ქვია სახელები ბავშვს. ოპა! ნახეთ, წეგან ხო მე წავიკითხე 2012 წელს მე რა სიტყვებით მივოცე და გელა მაგ დროს ჩემზე 2 წლით დიდი იყო და ესეთი რაღაც გააკეთა. ნუ მე უკვე მეცინება, მაგრამ დედა გიოცავს 3 მარტს, ღმერთმა ყოველთვის ჯამსა და ბედნიერი გამყოფოს, ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის მეყოლები. მე ვიცი გაბრაზებ ხოლმე და ამისთვის ბოდიშს გიხდი დედა. ცოტა ზარმაციც ვარ, მაგრამ გპირდები რომ ამას გამოვასწორებ. მიყვარხარ. გონი მოიწოვა. 3 მარტი შენია დედა. ო, აბა შენია. მოვრჩი მე. აი ესეთი გამბობიდა. ოპა, მანა. რამე დაგიშავა ფულმასტერმა თუ რატო არ ხმარო? ეს ბარათები გვახსენებს, რომ ყურადღება ყოველთვის ფასობს და როცა სიტყვებს გულით წერ, მათ წლები არ აკლდებათ. ორიერთნაირი სამყარო სწორედ აქედან იწყება. იდეიდან, ურთიერთობიდან და ემოციიდან. რა? ყიდულო აქვთ? მოგბძანდით შეიძიეს 35 ლარი. 35. მოგბძანდით ქეში თუ ბარათს გადაიხდით? ქეში. აი მყიდველი გამოგვიჩნდა სახლში. ზოგს ბავშვობაში თოჯინებს ჩუქდიდნენ. ზოგს კი მე იმ თოჯინების კარადაში დამალვა უწევდა. მაგრამ თავარი მაინც ის განცდა იყო,
რომ ვიღაცამ შენზე იფიქრა. მინდა მოგიოცო ეს უშვენიერესი დღე სამიმარტი და გისურვებთ დიდი ბედნიერება. ჩემო სიყვარულო დედიკო. აუცილებლად დაგვიწერეთ კომენტარებში, რომელ ნივთს დაამზადებთ მეგობრებისთვის, კლასელებისთვის თუ დაძმებისთვის, მადრერების ქილას, შოკოლადის ჭიქას თუ მისაულს ბარათს. საუკეთესო კომენტარის ავტორი ამ პატარა ხილნაკით ნივთებთან ერთად ორი ერთნაირი საჩუქარსაც მიიღებს. ამიტომ დაგვიკომენტარეთ. ჩვენი პროდუქცია კი ნახეთ ორი ერთნაირი წერტილი ჯიზე და გამოგვიგზავნეთ ფოტო. თუ როგორ მოიხდენთ ორი ერთნაირის შექმნილ ნივთებს. კაი, ხო, ჩამოწი ხელები. და აი ხო, მაგხელა სტიკერი სადღა უნდა მიაკრა. კანამი. რა უსემჩდება? აი მანაც გადაინაცვლა, იაპატა და. ვირო ხდები, მაღლიდან გვინდა და ანუ მოდი შვიდო. ხო, რა, წავიდე შუქი, გაგიმარჯოთ. უშუქობას რაღაცნაირი აურა აქვს რა. You will get a sentimental feeling.